კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები აფერხებს მასტქერის პრინციპის ამოქმედებას. ამის შესახებ ნათქვამია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებაში. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექსის 51 მუხლის საერთოდ არ ითვალისწინებს ტელეკომპანიების მხრიდან საკაბელო ოპერატორებისთვის შეტყობინების გაგზავნას. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს მარეგულირებელს თავი შეიკავოს კანონის არასწორი ინტერპრეტირებისგან და ყველაფერი გაკეთდეს მასტქერის ეფექტურად განხორციელებისთვის. სამწუხაროდ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაარღვია მასტქერის შესახებ მიღებული კანონი, ვინაიდან მან არასრულად და კანონით დადგენილი ვადების დარღვევით გამოაქვეყნა ინფორმაცია საკაბელო ოპერატორებისა და სატელევიზიო მაუწყებლობების შესახებ. გარდა ამისა, კომისია ახდენს მასტქერის შესახებ მიღებული კანონის არასწორ ინტერპრეტაციას, რითაც შეცდომაში შეყავს კონკრეტული საკაბელო ოპერატორები. სამწუხაროდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომისია, რომელიც მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში მედია პლურალიზმის ხელშეწყობას, იქცა იმ სახელმწიფო ორგანოდ, რომელიც აფერხებს მედია პლურალიზმის განვითარებას. როდესაც ვალდებულება გაქვს, შენ უნდა განახორციელო ქმედებები, რომ ეს ვალდებულება შეასრულა. ამიტომ საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს საზოგადოებას, ვინ გაუგზავნის წერილს, ვინ ვის როგორ დაუკავშირდება, ცალსახა ერთი რამე, რომ საკაბელო ოპერატორი ვალდებულია და თუ უნდა დაუკავშირდეს თვითონ ამ ტელევიზიებს, რომლის სიგნალიც უნდა ჩართოს, თუ მას სურვილი აქვს არ დაუკავშირდეს და ისე ჩართოს, ეს საზოგადოებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მთავარია მომხმარებელმა მიიღოს იმ ტელევიზიების კონტენტი, რომლის ჩასმაც ამ ორ თვიან პერიოდში საკაბელო ოპერატორს ევალა.